დაგამოშვების დასასრულს მარნეულში უკვე 3 წელია კინოთეატრის გახსნას ელიან. ქართული ფილმის კუთმილი შენობა გასულ საუკუნეში აშენდა და ბოლო 30 წელია ნაგავ საყრელად იყო ქცეული. შენობის რეაბილიტაცია კი კომპანია ვისოლმა აიღო საკუთარ თავზე, თუმცა მშენებლობის დასრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მიზეზებს მრავალკუთხედის ჟურნალისტები არგვევდნენ. მარნეულის ცენტრში კინოთეატრის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა. კომპანია ვისოლმა მშენებლობის ვალდებულება დაარღვია. მას კინოთეატრი ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში უნდა გაიხსნა. დღეს ობიექტი მიტოვებულია და ზოგიერთი საპირფარეშოდაც იყენებს. Раньше на танцы ходили, в какой-то клуб здесь был, все было. А что поломали, не знаю. Все растащили, а сейчас теперь строить начали и застряли. შენობა ქართულმა ფილმმა ვისოლს 3 წლის წინ გადასცა. მშენებლობის ნებართვა კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასცა. ვადების დარღვევის გამო დაეკისრა თუ არა ჯარიმა ზედამხედველობის სამსახურში კომენტარისგან თავს იკავებენ. ეკონომიკური განვითარების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ჯარიმები დაწესდება, თუმცა ჯერ არა. შეაჩერეს საგადასახადო სამუშაოები და თქვენს რომ როცა განვაახლებთ საჭირო დოკუმენტაციას წარმოგიდგენთ და საჭირო ჯარიმასაც გადავიხდით, რაც არის. ესეთი იყო პასუხი. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით ვისოლს გაფრთხილება მხოლოდ სიტყვიერად მიეცა. საზა დეკანოიძე ვადის დარღვევას აგვისტოს ომს აბრალებს. ჩვენ შორის მოხდა შეთანხმება ფორს მაჟორში, ეს ხდებოდა აგვისტოს ომის წინა პერიოდში და მოხდა შეთანხმება გადავადებასთან დაკავშირებით, შენობის დასრულებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინ კონკრეტული ვადები არ დაგვიდგენია იმის გამო, რომ არ ვიცოდით რა ამდენხან გაგრძელდებოდა ეს კრიზისი. ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს. ალბათ უახლოეს პერიოდში ეს იქნება სექტემბრის ბოლომდე მივიღებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება კინოთეატრის მშენებლობა. საკრებულოს ხდომაზე საკითხის დაყენებას თორთლაძე დემოკრატების წევრი ჯერ კიდევ 2 თვის წინ გეგმავდა, თუმცა დღემდე კინოთეატრის ბედი პოლიტიკური განხილვების ჩამონათვალში არ შესულა. მარნეულის ტელევიზია კომპანია ვისოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს რამდენჯერმე დაუკავშირდა. დაპირების მიუხედავად ვისოლში პირობების დარღვევის მიზეზებზე არ საუბრობენ. როდემდე ეპატიება კომპანიას მშენებლობის გადადება, ისეც გაურკვეველია. მარნეულელები კი მიჩვეულები არიან და ნანატრი კინოთეატრის გახსნას ტრადიციულად წლის ბოლოს მაინც ელოდებიან. ნონა სამხარაძე, ლელა ხარშილაძე, მარნეულის ტელევიზია სპეციალურად მრავალკუთხედისთვის.